მოგესალმებით შემოდგულა მაყურებელო, დღეს წარმოგიდგენთ ტუტორიალ ვიდეოს, როგორც ზაკპირთი დაპირებული ტუტორიალ ვიდეო თუ როგორ უნდა გადმოვიწევოთ ოჯა ლაუნჩერი, ოღონდ ნამდვილი და მოკლედ დღეს ნახავთ თუ საიდან როგორ უნდა გადმოვიწევოთ ასე და ასე. შემდეგ აქეთური და მოკლედ დავიწყოთ. მოკლედ შევდივართ პირველ რიგში Google-ში. დავწერთ ასეთ შემდეგ ასეთ რაღაცას. თუ ასევე გინდათ თუ გასწავლოთ აი თუ როგორ უნდა დააყენოთ ოჯა ლაუნჩერში ოფლაინ სკინი, ასევე დამიწერეთ კომენტარებში ოჯა ლაუნჩერ ჩვენ ზუსტად ჩემნაირად აი ესე და მოკლედ ამოვაგდო აქ რამდენიმე ტიპის რაღაც ოჯა ლაუნჩერები. მოკლედ აი აქედან აი არც ერთი არ არის, აი 1 2 3 ამ სამიდან არც ერთი არ არის, არც ეს. ანუ ეს 4-ეული არ არის, ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე არ არის და მეხუთე არის. აი არც მეხუთე ვსვათ, ეს კატის ლოგო აქვს არა. აი რაღაცა ის სტაფლოსფერი ლოგო აქვს, საკუთრებით მოთავსებული და წვეთი. სურქეს ფოლ ოჯა ლაუნჩერი დავლევ სურქეს 4G. მოკლედ აი ეს არის ნამდვილი რა. და მოკლედ აი ესეთი ლოგო უნდა ქონდეს, აი ახლოვიდან გადაღებული. და აი აქ ვაწვევი დაულოაც. ხო ასევე როგორ ამ ვიდეოში ისწავლით თუ როგორ უნდა დავაყენოთ ჩვენთვის ასურველი ვერსია Minecraft-ში, ასევე Base SMP-ში და აქ ვაძლევთ ყო მაინც ჩამოტვირთოს თუ გსურთ ჩამოვიტვირთოთ ოჯა ლაუნჩერი აპკ. ჩამოვიტვირთავთ, ცოტა დიდი ხანი შეიძლება დასჭირდეს ამას, იმიტომ რომ ხო მეგაბაიტები ხო სჭირდება. გადამოვიწევთ და დაგიბრუნებით პირდაპირ როგორც კი გადმოიწერებ. დაგიმოვიდეთ როგორც გადავაგრძელოთ ვიდეოს გადაღებას. გადმოვიწერეთ ჩვენი ოჯა ლაუნჩერ აპკ, რომელსაც ქვია ოჯა ლაუნჩერი, რეალურად უბრალოდ აპლიკაცია არის ასეთი. გვერდით წერია, მოკლედ ვაწვევით ამ ფაილს თვითონ ოჯა ლაუნჩერის და სურთ ამ აპის განახლებაო. ანუ ისევ ქვია ანუ ინსტალაციო რა, ანუ თქვენთანაც შეიძლება იგივე დაწეროს ან კიდე ანუ ინსტალაციო, ნებოთ ამ აპის ინსტალაციო. ვაწვევით თქვენთან ინსტალაციას, თქვენთანაც თუ ის გავსია მოგდო. და ასე შემდეგ. აქ ვაწვევით მე გახსნას 23 მიცვით. მეგობრებო, მზადას. და აქ მოგვისურვებლა აი ამ მენიუში, ანუ შემოგვაგდო უფასოდ. ეწუთით გამოვართ, აი აქ ყველაფერიდან ჩავკეცოთ. ნახოთ ახლა ჩვენი ოჯა ლაუნჩერი. ეხლა მგონი ორი დამემატებოდა, მაგრამ არა, იმიტომ რომ მე გადმოწერილად განსმაგდა და დაინსტალირებული უკვე. დაიმატება ახალი ოღონდ. მაგრამ თქვენთანაც დაიმატება ხალხო. მეთქმით, არ გატყუებთ მართლა. მოკლედ აქ იქნება თქვენთან ესეთი ჩვეულებრივი მენიუ, არც აკაუნთი იქნება შექმნილი, არც ვერსიები დაყენებული ყველაფერი. ეს უბრალოდ ჩემი შექმნილი ისინია რა, ანუ Optifine ვერსიები, აკაუნთები და ასე და შემდეგ. მოკლედ ვაწვევით აი აქ edit account, აქ თქვენთან edit account ეწერება, Microsoft account, local account. ანუ მოკლედ თუ ხარ Microsoft-ში დარეგისტრირებული, შეგიძლიათ Microsoft-ითაც დაარეგისტრირდეთ, ანუ პრემიუმ account თუ გაქვთ მეტის უფრო კარგი არის და ამ შემთხვევაში აწვევით თუ არ გაქვთ local account. და იწერთ თქვენთვის ისინი სახელს ეწუთით. ერთად ხო, მოსვაპრობდი. შემდეგ აი აქ username-ს აწვევით და წერთ გუნდის სასურველ სახელს. მე დავიწერ მოდი მაგალითად YouTube-ს დავიწერ ამას და შეიქმნა აკაუნთი. ეხლა აი აქ ის არის რო არის ჩემთან. მოკლედ აი აქ უნდა ეწეროს თქვენთან create new profile. მაგრამ არ პლუსით ოღონდ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთან რამდენად აკაუნთები შექმნილია. მოკლედ
მოკლედ აწვევით აქ create new profiles და მაგის შარს და მე create new profile და ხო აქ აწვევით login-ის უბრალოდ რომ შეიქმნას account-ი. ახლა აქედან თუ გინდათ vanilla profile ანუ ჩოლებრივი ვირჩევთ create vanilla profiles აქ თუ გინდათ რამე დააწერეთ თუ გინდათ YouTube ნებისმიერ რამე რა თქვენთვის საშუალო თუ რამე გნებავთ რაც გნებავთ აქედან აწვევით versions მე აწვევით realize და ხო 1.21.6 ვერსიაც გამოვიდა. მოდი სადაც ამ შემთხვევაში ჩვენ 1.0 ავირჩევ მე ამ შემთხვევაში ვსწავლეთ 1.21.6 ვერსიას და აწვევით saves და ველოდებით და ანუ ამ შემთხვევაში account-ი კი შექმენი უბრალოდ არ ჩართულა როგორ ანუ გამოვთ გადამიყვანოს account-ების შექმნის პროფილიზე მაგრამ ეგ არაფერი ვაწვევით და ცოტა ხანი ველოდებით აქ 10-15 წუთი შეიძლება მოგიწიოთ თქვენ დალოდება იმიტომ რომ ანუ ახალი განმოწერილი როცა გაგვაქვს აწვევით მაგ შემთხვევაში უკვე play-ს როცა მორჩევით ამ ყველაფერს და ხო Optifine ვერსიაზეც იგივე ხდება თითქმის და ეხლა განახეთ Optifine-ში უბრალოდ აქ დავასრულოთ vanilla profile ანუ ჩაულევი ვერსიით როგორ უნდა გადმოვიწეროთ 1.21.5 ვერსიაზე იყო ჩემთან შავი ეკრანი არაფერი არ ჩანდა და იმედი მაქვს გავსი არ იქნება აქაც და ხო 1.21.5-ის პროფაილიზე მინდა რომ Optifine-ი გადმოვიწერო და იმედი მაქვს მალე გადავალ და იმედი მაქვს ხარისები არ იქნება თან ხო მოკლედ ცოტა ხანი დაელოდებით აქ ანუ იმისნაირად ისე დიდი ხანი აღარ მოგიწევთ ლოგინი 2-3 წუთი შეიძლება მაქსიმუმ 5 წუთიც მოგიწევთ ლოგინი თუ სუსტი ტელეფონები გაქვთ ზოგიერთ და iOS-ზე მოწყობილობაზე ვერ გადმოიწერთ მე როგორც ვთქვი iOS-ებზე ანუ Android-ებზე შეიძლება მარტო და ეგაა ცუდი მაგრამ ამ შემთხვევაში მეგობრებო არ შემიშვა მან იმიტომ რომ ანუ შეიძლება პროფაილი თუ რაღაცა და ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ ანუ თქვენ ტელეფონს არ შეუძლია ამ ვერსიის ჩატვირთოთ რაღაც მაგრამ ერთხელაც ვწდი მოკლედ კიდე ერთხელ ვწდი და თუ შემიშვებს დაგიბრუნდებით ეგრევე მენიუში როცა შევივალ და როცა არა უკვე ეგ არის და ეგ და ასევე კიდე ბევრი რაღაც უნდა გასწავლოთ Optifine ვერსიების გადმო და ამ ჩაოლებრივი ვერსიის და account-ების შექმნის და გადმოწერის გარდა. კაი, შევხვდებით შემდეგ ნაწილზე. ახლა ავაკეთებ შემდეგ ასეთ რაღაცას. ახალი გამოსული არა და ეთყობა ხარვეზები ტექნიკური. მოკლედ 1.1.5-ს გავსი რაღაც ხარვეზები იყო ხო როგორც გითხარით. მოკლედ ახლა ვიწერთ Optifine ვაიმე არა 1 წუთით გამოვიდი აქედან. მოკლედ ეხლა ჩვენ გვინდა რომ გადმოვწერთ Optifine პროფაილი. ვაწვევით ისევ აი აქ ის არის უკვე აი აქ როგორც თქვენ account დაემატება ვაწვევით აი აქ ის არის თანხარს არა თქვენ ამ account-ის ვერსიის პროფილზე გადაგიყვანთ ამ შემთხვევაში მაგას თუ დააწვევით შემოვიდივართ და create new profile-ს ვაწვევით და აქ ვაწვევით უკვე vanilla like ვერსიონებში რო არის create Optifine profile ვაწვევით აი ამას და შემდეგ გვირჩევთ უკვე სუსუ ბოლო ვერსიას, ანუ 1.21.4 ვერსიი ვთამაშო მე Base SMP-ზე. ნუ ხო ვიცარით, შეგიძლიათ შემოხვდეთ, აწვევით აი ამას, Optifine 1.21.4 ვერსიას, Optifine შემდეგ აწვევით Optifine HID UG4 და აი აქ გადაგიშვებთ აი ამ მენიუზე. და აქ ამოგიგდებთ რაღაც ფაილის ნაირის და აი აქ ამოგიგდებთ აი ესეთ რაღაც გავს install extract და განკლედ ანუ გაუქმება მოკლედ extract-ს არ მისცეთ ან განკლედ მიეცით უბრალოდ install-ს დააჭირეთ რამდენიმეჯერ თუ არ იზავს კიდე რამდენიმეჯერ და მე გამოგაგდებთ თვითონ მე აწვევით აი ამას უკვე და აი აქ დაგემატებათ უკვე ახალი განმოწერილი რომელიც არის და მე მაქვს Optifine 1.21.1-ზე პრინციპი მაგრამ მე თამაშობ 1.21.4 და ამ შემთხვევაში და ხო, ავჭირდება მეორე. ამას შლით მეორეს. აქ ესე delete ვაწვევი და გადმოწაიშლება. და ეგ არის. და ხო, ასევე. შემდეგ ვაწვევით უკვე ნუ ხო უკვე play-ს აწვევით Optifine ვერსიით რომ შევიდეთ. აგა ჩავთო ჩვენი ისა ქვია
აკაუნთი, ნუ ჩემი თავარი აკაუნთი. აქ იყოს ის. აი ხო აღარ. და მოკლედ აი ახლა შევა აქ Optifine ვერსიით. აქაც აი ამას თუ ამოგიდეთ, მანდაც ანუ ყოველ ჯერზე ხოლმე შემოშლების დროსაც უბრალოდ ოკეის. ხო, ასევე სერვერის IP იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. შეგახსენოთ და ვიდეოს დალაიქება არ დაგავწყდით, აქამდე როგორ დამოვიწყდა თავიდან დასაწყისში შემთხვევა. არ ვკითხოთ უბრალოდ და ასევე არხის გამოწერებას არის ლაიკის გაფრთხილება. ეს ვიდეო აყოლოთ 8 ლაიქზე, ან 10 ლაიქზე და გამოვა შემდეგი ვიდეოც ძალიან მალე და ხო მეგობრებო ასევე Hello Neighbors რუბრიკაზე მკითხარით დაბრუნება თქვა მეზობელი ან Hello Neighbors ხო გაგრძელდება და ისე ხო ნამდვილი Hello Neighbors გაგრძელდება ანუ სეზონი 2 დაიწყება ხვალ ან კიდე დღეს ამ ეპიზოდს ამ ვიდეოს შემდეგ დავიწყებ გადაღებას და მოკლედ ახლა ეს არის base SMP ოღონდ გამორთული მდგომარეობაში ამ შემთხვევაში მოკლედ აი ამას ვშლი და მოკლედ ახლდა დავავატო ისედაც იმიტომ რაღაც უნდა ვქნა და აწვევით უბრალოდ მოიცადეთ გამოვიდი აქედან აი აქ join server არ დააწვე direct connect არც edit delete refresh ანუ გადატვირთო არა სერვერების რომ ანუ თუ ინტერნეტმა გაგიჭედოთ ანუ უფრო კონკრეტულად და კარგად რომ ნახოთ ანუ ჩართულია თუ არა თითოეული სერვერი რაც გაქვთ თქვენ დამატებული ხო აქ დაგიწერთ multiplayer-ში რომ დააწვევით მაგ დროს ანუ წიჭკას რაღაც წიჭკას ამოგიგდებ და გინდა თუ არა რომ ანუ მოიღნიშნოთ ანუ ისე გააკეთოთ რომ ანუ სულ წიჭკის მოღნიშნა და რაღაც არ დაგავი ანუ წიჭკის არის შეხვიდეთ ანუ და პროფექტურ დააწვეთ ისე ანუ წიჭკის მოღნიშნაზე მოგთხოვთ და გირჩევთ რომ მათ წიჭკა მოღნიშნოთ ანუ multiplayer-ში მენიუ არ ამოგიგდოთ ხო და ასევე ჩამოვდივართ ქვემოთ აი აქ ქვემოთ უნდა დაემატოს წესი თქვენი სერვერები add to servers მე server address share server address-ში და წერთ აი ამ IP-ს. ნუ base SMP-ს IP-ს. base SMP ატერნოს მე 63.690 აი ეს და ეგ არის და ეგ. მოკლედ აქ res პაკეტი გინდა დააყენეთ server res from fake-ზე, enable-ზე, disable-ზე მე ვაყენებ და მაგალითად enable-ზე. და აქ მინდა დავაწერო მაგალითად სიტყვაზე აი ამას სახელი რომ არის base SMP. დავიმახსოვრო რა. იმიტომ არ ვაწერ ხოლმე და დღეიდან დავაწერ ხოლმე იმიტომ რომ უცოდე რა SPM არა SMP შო ეგ არის და დონს ანუ დონეს ვაწვევით და ასეო აქ დაემატა ჩვენი სერვერი სახელის დაეწერა რაც დავაწერე მე და ამიერიდან ახლა მე რომ ეს არის base SMP სერვერი ავიტან ამ შემთხვევაში მე სულ ზემოთ ნუ ეს არის ჩემი დამატებული სერვერები და მოკლედ რაც შეერთება ხოლმე მეგობრებო ასევე Discord-ი Blue Vanilla-ს Discord-ის ლინკს დავტოვე ვიდეოს აღწერაში, გადადით და შემოდით, შემოგვიერთდით და მოკლედ ეს იყო და ეს რაც მინდოდა რომ მესწავლებინა, ასევე ერთ წუთით ხო კიდე რაღაც უნდა მესწავლებინა და მოიცით შევიდე უცბად რომელ სერვერზე და მოდი შევიდეთ აი CyberCrowd-ზე, მაგრამ CyberCrowd ხო გამორთულია. კი CyberCrowd გამორთულია და აზრი არ აქვს. კაი მოკლედ შევიდეთ Mindberry-ზე. უბრალოდ მაინბერიზე ერთ-ერთ სერვერზე მინდა რომ რაღაც გასწავლოთ. მაგრამ აქ რაღაცომაც აღარ მიშვებს რაღაცომაც. და რატომ არ ვიცი. მოდი ამ სერვერს წავშლიათ აღარ მიშვებს. მაინმელიაზე გადავიდეთ მაშინ უბრალოდ. სიტყვაზე აი შევედი. აქ ისე ხო სიტყვაზე მეგობრებო. თუ გინდათ რომ გაიავთ რეგისტრაცია, აქ წერთ, აქ მე მიწერს ლოგინს და ასე და ასე შემდეგ და აქ წერთ თუ პირველად ხართ ამ სერვერზე და რეგისტრაცია გაქვთ გავლით, ასე რეგისტერ და მე თქვენი პაროლი და გამეორები გამოტოვება და იგივე პაროლი ზუსტად რაც დაწერეთ. ან პაროლს შემდეგ დაწერის შემდეგ გამოტოვებთ და მე იგივე პაროლს დაწერთ და ეგ არა გავლილი გქონთ რეგისტრაცია. ვაწვევით logins. ანუ ამ სერვერზე მე ამ სჭირდება გავლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ წერთ ასეთ რაღაც ასეთ login და ესე რა მოიცადეთ აქ ასე
ჩემი ხმის პაროლი და განახოთ. ანუ თქვენ ლოგინის პაროლს რაც დააყენეთ, თუმცა იგივენაირად აღარ დაწერთ. ანუ ერთხელ დაწერთ, გამოტოვეთ ლოგინ, გამოტოვეთ, უბრალოდ თევდური კიდე თქვენი პაროლი და ეგრე რა. და ეს არის და ეს. მოკლედ კიდე რა უნდა და რომ ესწავლებინა. ასევე შევდივართ თამაში და პაუზებაში, ასე ვაპაუზებთ, აი აქ ისრებს და რაღაცებს ვაგდებს ხომ გოლს და სამხას. მაწვევით მაგედან მე აი აქ რაღაც ისრებს, ანუ გამნაკლებობას და ვაწვევით options, მე video settings და აი აქ brightness-ი დაყენეთ full-ზე, ანუ სინათლე რა. და dynamic light-ები გირჩევთ რომ fast-ზე ან fancy-ზე დააყენოთ. თუ გირჩევთ რომ fancy-ზე დააყენოთ, გრაფიკები თუ გინდათ fancy-ზე დააყენეთ, რომ არ გაგიჭედათ უფრო და FPS-ი და ასე და ასე შემდეგ. და render distance, music sound-ებში გირჩევთ მუსიკები საერთოდ გათიშოთ და ხმები, ნუ ხო ხმებსაც უკვე თქვენით მიხედავთ და ნუ ხო ასე და ასე შემდეგ მოაწესრიგებთ რა, ანუ თქვენს კონტროლებს. და ეს იყო და ეს, რაც მინდოდა რომ ესწავლებინა ამ ვიდეოში. მოკლედ დღესაც სულეს ყოველ მეგობრებო არ გავწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერას, არის ის გაქტიურება და მადლობა კიდე ხო ასევე 200 გამოწერისთვის დღესავედი და ძალიან დიდი მადლობა. ბაბაი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.